მე მინდა ერთი მამო გიკითხოთ. ხანდახან ეს ხო მithვია რაღაც ჩავჯღაბნი ხოლმე, რომელსაც მე აღარ რევიზიას აღარ უკეთებ, უცებ რაღაცა რომ განცდა მოვა და იმ განცდა დაფიქსირებული მაქვს და მეცდები ხო მე არ მიყვარს კითხვა ესე, ჯობია პირდაპირ საუბარი, მაგრამ ესეთ განცდებს მე აღარ ვცვლი. ამასთან დაკავშირებით მომივიდა ესე და მკვდარი რწმენა, რომელიც მკვდარი სქემებით ცოცხალი ადამიანის, ანუ ღვთის ხატის, ცოცხალ ადამიანში ღვთის ხატს გულისხმობ. არა ბიოლოგიურად ცოცხალს, არამედ ღვთის ხატი. ამიტომა ის ცოცხალი ადამიანური გაგებით, თორე ცხოველური გაგებით ყველა ცოცხალი. მკვდარი რწმენა, რომელიც მკვდარი სქემებით ცოცხალი ადამიანის მკაცრი ჩარჩოებით შეზღუდვას ანხორციელებს, რაც ხდებოდა ძველი აღთქმის ეკლესიაში და ხდება სამწუხაროდ ჩვენთან. ანუ როცა ცოცხალ ადამიანს ასე მკაცრი ჩარჩოებით ზღუდავ. ესეთი მკვდარი სქემები და ესეთი მკვდარი რწმენა არ იძლევა შესაძლებლობას თავისუფლებისათვის, რომლის გარეშეც ქრისტიანობა უბრალოდ არ არსებობს. ადამიანის როგორც ღვთის ხატის შემოქმედებითი განვითარებისათვის, ანუ ამ შემოქმედების გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. როგორც სულიერი ისე მიწიერი სიხარულისათვის. ქრისტიანობა სიხარულის გარეშე არ არსებობს. როგორც სულიერი ისე მიწიერი. ძალიან აქაც ამ რეალშიც ყვანან ესეთები და მე მინახავ სხვაგანაც ადამიანი როგორ არის დადრგუნული რელიგიური ცხოვრებით. თვალებში ჯოჯოხეთი რო აქვს. სასოწარკვეთილებაშია, არა ერთ-ერთზე რო ნანობს ღვთის წინაშე საკუთარ თავს რო ჯოჯოხეთში ამყოფებს მიზანმიმართულად. იმიტომ რომ იქიდან შესთხოვოს ღმერთს, ესე იგი, შემიწყალე. ეს სხვა მდგომარეობა, არამედ სულ ესეთ მდგომარეობაში როა და იხჩობა ადამიანი, სიხარულის ნასახი აღარ აქვს. და თან ვერ გაურჩევია მიწიერი და რომ მიწიერი სიხარულიც გეკუთვნის შენ ადამიანს. როგორ უნდა იცოდე რა საზომით გეკუთვნის. რა საზომით გეკუთვნის სიხარული მაგალითად ერისკაც, რა საზომით გეკუთვნის სიხარული დაქორწინებულს, რა საზომით სიხარული გეკუთვნის დაუქორწინებელს, რა საზომით ბერს. აი მაგალითად ახალგაზრდა კაცმა როგორც ერთი თანამედროვე მოზღვარა თქვა, შეიძლება დაუქორწინებელმა ხას უსვა. შეიძლება ახალგაზრდა გოგონა მოეწონოს და სადღაც რაღაცა იმასთან ვალსი იცეკოს. ამაში ცოდვა არ არის. ეს ნორმალურია. რომანტიკული სიყვარულის დასაწყისია, ხო? რაღაცნა. აბა ბერმა იცეკოს ვალსი. თუნდაც მე ვიცეკოს აბა. იმისთვის შეიძლება ჩემთვის არ შეიძლება. ბერისთვის კიდე ბევრი რამე არ შეიძლება. მაგრამ არის რაღაცა, რომელიც შეიძლება უფალი შემწვარ ხორცს და პურს ახვედრებს. და რო შიათ მოციქულებს თეოლოგიური საუბრების წინ საჭმელს. და აი ჩვენ გვავიწყდება რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა და ხორციც სიხარულისათვის მოგვეცა, სულიც სიხარულისათვის მოგვეცა და პავლე მოციქული გვეუბნება მარადის გიხაროდენო. არც ის არის შემთხვევითი წმინდა ზიარება რომ ღვინოს უკავშირდება. ამიტომ მე იმის თქმა მინდა რომ სადაც მკვდარი ჩარჩოები და სქემებია, კატასტროფული მდგომარეობები იწყება ხოლმე. ეხლა მე შემიძლია ეს ძალიან განვავრცო, ძალიან დავაკონკრეტო, მაგალითები მოვიყვანო საშინელი, რასაც ჩვენ ჩავდივართ ხანდახან ჩვენი მიზეზით, სასულიერო პირებს გულისხმობ, ადამიანებს ვაზომბირებ. ქრისტიანობა არ არის ტოტალიტარული სექტა. ეს თავისუფლების საოცარი გარანტია. მე უბრალოდ არ მინდა მაგალითები მოვიყვანო, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთმა სასულიერო პირმა მოისმინოს, შეიძლება ზოგიერთმა სხვა მრევლის წევრმა მომისმინოს და გული დაწყდეს თავის ჩემ მოძღვარზე იგულისხმაო რაღაცა შეიძლება ესე იფი 1000 რამე შეიძლება არ მინდა, მაგრამ ზოგადად ვამბობ, მე არა ვარ თავად თავისუფალი ამ უბედურებისგან. რასაც ფარისეულური სული ქვია, ჩარჩოები, რეგლამენტირება, აბა და გახჩობს, ბიჭო, რას მახჩობ? როცა ქრისტე თავისუფლებას მანიჭებს. გასაგებია თავისუფლება დიდი პასუხისგებლობა, აბა როგორ? ძალიან დიდი. და არის ჟამი ხორცის ჭამისა, მაგრამ მას წინ უძღვის ჟამი რძისმისა, ესეც ვიცი, მაგრამ თავისუფლების გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. და თავისუფლებაში სიხარულია, პასუხისგებლობასთან და ტკივილთან და განსასწრებთან ერთად, სიხარულია სულიერი, სიხარულია ხორციელი. მკვდარი და სქემატური რწმენა ყველა სათნოებას ამახინჯებს, რადგან მათ ართმევს ყველაზე მთავარს.
სათნოება ვიგულისხმებ. ლოცვა სათნოებაა, სინანული სათნოებაა, ზიარება სათნოებაა, უამრავი სათნოება არსებობს, ხო? თუ ადამიანს მკვდარი სქემატური რწმენა აქვს, ეს სათნოებები მახინჯდება. იმიტომ რომ თავარს ართმევს და ეს თავარი ქრისტოცენტრულობაა. რას ნიშნავს ქრისტოცენტრულობა? როცა ყველაფრის წარმმართველი, ყველაფერში, მათ შორის სათნოებაში ქრისტეა, რომელიც არის აბსოლუტური თავისუფლება, რომელიც შენს გულშია დავანებული. და როცა შენ ქრისტოცენტრული აღარ ხარ, შენში თავისუფლება აღარ არის და რჩება სათნოებები გაკერპებული, იქ ყველაფერი კვდება. და აი მაგალითად მოყავს სინანულის მაგალითი. რა არის სინანული? სულ მიწევს პირად საუბრებში თქვენთან ამაზე ლაპარაკი. ეს არის მუდმივი მეტამორფოზა. ანუ მუდმივი ცვლილება. მუდმივი მეტამორფოზა ვისკენ? ვისკენ მეტამორფოზა? ქრისტესკენ. აი როცა ადამიანი ნანობს რაღაცას და დადგმულია თავისი უკეთურებებით, რომელიც ჩვენში ძალიან ბევრია. ჩვენ უკეთურობის ერთი გორგალი ვართ, გან არა ვართ. მაგრამ როდესაც ადამიანი ამას განიცდის, საშინ ქრისტეს გამოხდება, უნდა ხდებოდეს ეს. შენ ამას განიცდი არა იმით, რომ აქ გაისრისო, გაიჭყლიტო, არამედ მეტამორფოზა განიცადო და მიმართულებით ქრისტესკენ. და როცა ეს ამას ნიშნავს ნამდვილი სინანული. და ამიტომ არის რომ ცოდვებზე მგლოვარებასთან ერთად ნამდვილი სინანული დიდი სიხარულის მომნიჭებელია. 9 ნეტარებაში ხო გახსოვთ, ნეტარი ყვენ მგლოვარენი და აქედან გამომდინარე მგლოვარება თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულება, როგორ შეიძლება რომ ხედავდე რომ შენ ღმერთთან ყოფნის უუნარო ხარ ღმერთთან ყოფნაში, რაც წეგან გითხარით თავში. არ შეგილია ღმერთთან ყოფნა და ეს არ იყოს მიზეზი, რომ გლოვობდე ქრისტე მინდა და ვერავარ და ვგლოვობ ვტირი. ოღონ ეს გლოვარება მიმართულია ქრისტესკენ. ქრისტე კიდე სად არის? შორს არის. ყოველი ადამიანის გულთან მდგავარ და ვრეკ ეგების ვიღაცა მისმინოს. ეს ნიშნავს როგორც კი უძღებიშვილები ვართ, როგორც კი უძღებიშვილის მდგომარეობაში აი წავედი მამისკენ და მამა მორბის და ჩამეხუტა და გესმით რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა შვილი, რომელსაც მამა ჩაიკრავდა. ამიტომ გლოვარებას ყოველთვის ახლავს დიდი სიხარული. ნეტარებაო, ნეტარი იყვნენ, ბედნიერნი იყვნენ, ანუ ბედნიერი ხდება. ხოლო საკუთარ დაცემულ ბუნებასთან ჭიდილი ქრისტეს გარეშე ეს არის საშინლად დამანგრეველი ადამიანისათვის. და აი ეს არის ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც ადამიანში არ არის ეს ქრისტოცენტრულობა, არის სათნოება სინანულისა და ის ხდება დამღუპელი ადამიანისათვის. იმის გამო, რომ ქრისტე არ არის. აი ეკლესიაზე როცა ჩვენ საუბრობთ, ეკლესია სწორედ იმიტომ არის საჭირო, რომ უბრალოდ არა იმისათვის, რომ თავისი 2000 წლოვანი რელიგიური გამოცდილება მოგცეს. რელიგიური მათ შორის საღვთისმეტყველო და ასევე ასკეტური. ანუ ეკლესია იმიტომ არ არის საჭირო, რომ თავის დიდ გამოცდილებას გვაძლევდეს საღვთისმეტყველო და ასკეტური თვალსაზრისით. არამედ ეკლესია მნიშვნელოვანია იმგვარი მისტიკით, რომლის მსგავს სამყარო არ იცნობს. მისტიკით, ანუ რა? ეკლესია არის შესაძლებლობა, რითაც იგი გვაკავშირებს ჩვენ მიღმიერ სამყაროს, ანუ ღმერთს. აი ამისთვის არის ეკლესია და ეს არის ის მისტიკა, რომლის მსგავს პირდაპირ ღმერთთან კავშირს განახორციელებს. ეს არის ის მისტიკა, რომლის მსგავს სამყარო არ იცნობს და სამწუხაროდ აი ამ მისტიურ მხარეს ეკლესიისას, რომელიც არის ღმერთთან კავშირი, გამოცდილებით თეორიულად რაღაცები ვიცით. გამოცდილებით არ იცნობს მორწმუნე საზოგადოებას. ქრისტიანები არ ვიცნობთ. ანუ აი ქართველები რომ ამბობენ, არ დაგვავიწევს ვისი გორისანი ხართო. ჩვენ ქრისტიანებს გვავიწყდება ვისი გორისანი ვართ. რომ ქრისტესნი ვართ და ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია. და ეს ადამიანებმა ეს რო არ იციან, ანუ ეს უცნობელობა არის მიზეზი. შეიძლება შედეგიც კი იყოს ეს, რომ ქრისტიანები ეკლესიოლოგიურად
ქრისტიანებს ეკლესიოლოგიურად გაუმართავი ცნობიერება გვაქვს. ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ ეკლესია რა არის, მათ შორის აქ არა მარტო ემრევლის ადამიანები შედიან, არამედ სასულიერო პირებიც შევდივართ. და ეკლესიის ავკარგიანობას, აი ჩვენ ვართ ეკლესიაში, ხო? ჩვენ ეკლესიის ავკარგიანობა რაღაცა კუთხით შეიძლება ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ თლიანობაში, ხო, გლობალურად ეკლესიის ავკარგიანობაზე საუბარი არის აბსურდი. იმიტომ რომ ჩვენ ეკლესიის ავკარგიანობას რო ვაფასებთ და ვიწყებთ საუბარს, ჩვენ გავიწყდება მთავარი, რაც არის ეკლესიაში მთავარი, არა ის საღვთისმეტყველო სკოლა და ასკეტური, რომელიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მთავარი არის ის, რომ მას მისტიკური კავშირი აქვს ღმერთთან და ჩვენ გვაძლევს ამის, ანუ ეკლესიური მისტიკა, ღმერთთან ერთობა, ღმერთთან კავშირი, ამისთვის არის ეკლესია. ღვთისმეტყველებას, ასკეტიკას ამ ყოველივეს მსახურია. და როდესაც ეკლესიოლოგიურად გაუმართავი ცნობიერება გვაქვს, ჩვენ ვიწყებთ ეკლესიის ავკარგიანობის განხილვას, შემოწმებას და რითი? სამართლიანობის, ან გარეგანი მოწესრიგებულობის, ან სოციალური აქტიურობის ხარისხით. სამართლიანობა, გარეგანი მოწესრიგებულობა და სოციალური აქტიურობა. ხათაშორის, აი ამ სამივე მუხში სერიოზულად მოიკოჭლებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. მოიკოჭლებს კი არა, მე არ ვიცი, საერთოდ რა დღეში ვარ. და ეს ხდება მიზეზი არა მარტო ლიბერალური საზოგადოებისა, არამედ მრევლის წევრებისა, სემინარი აკადემიის სტუდენტებისა, ხშირად სასულიერო პირების იმ მდგომარეობისა, ამ მდგომარეობის დროსაც ისინი იწყებენ ეკლესიის წინააღმდეგ არაჯანსაღ ბრძოლას. ეკლესიაში ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთი, რომელიც პირს არ აჩერებს ხოლმე ამ პრობლემებზე, მე ვარ. ერთ-ერთი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი თუ ეკლესიოლოგიურად სწორედ ხედვით არ გაკეთდა, ეკლესიის მტრად ჩამოყალიბებდი, ანუ ართმევ საკუთარ თავს შესაძლებლობას ღმერთთან ცოცხალი მისტიური კავშირის. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ეკლესია კარგია და ცუდი იმის მიხედვით კი არა, კიდე ხას უსვავ. რამდენად სამართლიანი და უსამართლობაში ყველაფერი, რამდენად სოციალური, ესე იგი მსახურებას აქტიურად ეწევა, რამდენად მოწესრიგებულია. ეს ყველაფერი მეასეხარისხოვანი თემებია. ყოველთვის განაცუდია ესა და კარგი არ იქნება რომ ყველაფერი იყოს. მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია, მეასეხარისხოვანია. ჩვენ ადამიანები ეკლესიაში ქრისტეს სხეულის, მისტიური სხეულის ნაწილნი ვხდებით. თითოეული ჩვენთაგანი ქრისტეს სხეულის გაგრძელება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პოტენციაში ქრისტესთან ერთად ღმერთთან ვიმყოფებით, იმიტომ რომ ქრისტეს სხეული ადამიანური მოცულია ძეღმერთის ღვთაებრივი პიროვნების მიერ. სხეული, ანუ ჩვენ ვიმყოფებით ძეღმერთის ღვთაებრივი პიროვნებაში, მოცულნი ვართ მისი. გარდა ამისა, თითოეულ ჩვენთაგანთან ინდივიდუალურად მოსულია სული წმინდა ღმერთი, რომლის მადლის მოხვეჭაც არის ერთ-ერთი მიზანი ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების. და აი ამ ქრისტეს მისტიურ სხეულში თქვენი პიროვნება მარტო კი არ არის, სული წმინდა ღმერთია თქვენს გვერდით და თქვენს ხონებაში თანამონაწილეა და თანამშრომელია და შენ ასევე ღვთაებრივ გეგმაში რომ შენ ცხონდე თანამონაწილე და თანამშრომელი ხარ. აი ეს რასაც ქვია, რა ქვია, სინერგია, შენი და ღვთაებრივი ნების თანხვედრა და ეს განხორციელებულია. და თან ეს ისე ხდება, რომ შენი პიროვნული არჩევანის თავისუფლება პიროვნული არჩევანის თავისუფლება აბსოლუტურად გარანტირებულია. და ეს არის მთავარი არსი ეკლესიის. ამიტომ როცა ადამიანი ეკლესიაზე საუბრობს, პირველ რიგში მას უნდა კონდეს ეს გამოცდილების გარეშე არ მოვა, რომ აი მე ბევრ ამას ამბობენ, კი და რაღაცები არც მე არ მომწონს, მაგრამ ეკლესიაში მთავარი ეს არ არის. ეკლესიაში მთავარი ცით რა არის? მე ღმერთთან შეხვედრა რომ მინდა და რომ წვალობ თუნდაც ღამეები ვათენო და რა არ გამომდის. არ მოტყვილდეთ ემოციური ამოფრქვევები ღმერთთან შეხვედრას არ ნიშნავს. ღმერთთან შეხვედრას სხვა ნიშნები აქვს. ემოციური ამოფრქვევები არ ახასიათებს. ან ეს შეიძლება მეასეხარისხოვანი იყოს. ან ხელი შემშლელი იყოს. ეგ სხვა თემა, ამას არ შევეხები. მაგრამ აი მართლა რომ ვიცი რაც არის და არ გამომდის, წვალობ ან საცოდავად გამოდის და მოვედი, დავდექი ერთად. ვეზიარე და რამდენი ვიწვალე და არ გამოვიდა და ერთად დავდექით აქ და ისეთი ჩაღმევებაც არ მქონა ახლა აქ და სადღამე რო ადგები, ხო იქ უფრო მეტად კონცენტრირებული ხარ, აქ ისე ვეზიარე გამოვიდა.
და ისი როგორ გამოვიდა, გამყვადა, რომ დავჯექი ისევ, მეორე ღამეს მომეხმარა. ესე იგი, მე დიდი ხანი არ ვაზიარი ისევ ესე იგი ხშირად უნდა და დაიწყო ჩემი გამოცდილებით სიარული აი ამ საოცარ საუფლოში. როდესაც მე ვხედავ, რომ მოვდივარ და ღმერთს ხვდები. ხვდები ჩემგან მოულოდნელად. მეხმარება საოცრად. და ჩემთვის ისეთი ძვირფასი ხდება ეკლესია. და დანარჩენი არაფერს არ ნიშნავს. ვიღაცა ღვთელი ყირაზე დადგა იქ, ვიღაცა იმ რაღაცა გააკეთა. ერთადერთი რაც მინდა სიმყუდროვე მსახურებისას. რომ მქონდეს ერთი პირველი ის მოსასეული განცდა კრძალვისა და შიშისა, რომ ღმერთი ისეთი დიადია, რომ დავინახო, მოვკვდები, ვერ გაუძლებ. და ელია წინასწარმეტყველის ის სიფაქიზე, რომ სუსტ ჩქამში და წულილ ნიავში უფალი შევიცნო, სადაც ჭირდება აბსოლუტური გარინდება, არაფერი ხელს არ უნდა მიშლდეს. აი, ერთადერთი რაც არის საჭირო. სიმყუდროვე მსახურებისას. და ყველაფერი გეძლევათ. ყველაფერი. ოღონდ მანამდე თუ ნაწყვალები გაქვს. და თუ ნაწყვალები არა გაქვს ღმერთის ძიების საქმეში, აქ ვერ მიხვდები რა ეძებო. აქ მოხვალ არა იმისათვის, რომ ღმერთი იპოვა, არამედ იმისათვის, რომ ცხოვრება მოიწყო, ღმერთო შემეწიე რა, რომ დამეხმარე რა. ვეზიარები და შენ დამეხმარე თუ შეიძლება. და გავიწყდება, რომ აქ ამისთვის კი არ მოდიხარ იმისთვის, რომ მანამდე იწვალე, არ გამოვიდა და აი ეხლა ეგება და ეზიარე და გამოვიდა. თავარი. თქვენ უნდა ჯანსაღად ფიქრობდეთ ეკლესიაზე. და ჯანსაღი ნაწილი რო იქნებით ეკლესიისა, თქვენ იქნებით ყველაზე ძლიერი დამცველნი ჩვენი დედა ეკლესიისა. არა ყვირილი და ხმაური, თუმცა თუ საჭიროა უნდა ხმაც ამოიღოთ უპირველეს ყოვლისა თქვენი მდგომარეობით. ჯანსაღი ნაწილი გახდებით ეკლესიის მისტიური სხეულისა. და ჯანსაღი ნაწილი გაამრავლებს სხვა ჯანსაღ უჯრედებს და ამით მოხდება გაჯანსაღება. ჩვენი დანგრეული ჭრილობებით ახსავსე და ამ სისხლისაგან დაცლილი ეკლესიის. რომელსაც ადრე გარეშე მტერი არ აკლებდა და ეხლა ჩვენ არ ვაკლებთ ამ ჭრილობების მოყენებას. და ეკლესიის სახით ჩვენ საოცარი განძი გაგვაჩნია. ყველაფერი სამყაროში, ასაც ვხედავთ, ეს საოცარი სილამაზე სამყაროსი, მშვენიერება, სიდიადე, ყოფიერება, მარადისობა, ადამიანი, ღმერთი, ანგელოზი, ყველაფერი ეს კონცენტრირებული სახით მოცემულია ეკლესიაში. და თუ ჩვენ უნდა ვიყოთ მადლიერნი ყოფიერებისა და სამყაროსი და ადამიანისა და ყველაფერისა, მით უმეტეს მისი კონცენტრატი მოგვეცა ეკლესიაში და როგორი მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ არა თუ ეკლესია არის, არამედ ჩვენ ამ ეკლესიის ცოცხალი ნაწილი ვართ. ღმერთმა მოგცეს ძალა მადლიერებისა, ნამდვილი სარწმუნოებისა და შესაბამისად სწორი ხედვისა და აქედან გამომდინარე სწორი ცხოვრებისა და აქედან გამომდინარე ნამდვილი სიხარულისა და ბედნიერებისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.